საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სასულიერო პირებს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაპირისპირება ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მოხდა. მოგვიანებით მამა შალვა კეკელიამ მომხდართან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა ჩაწერა. არ შეიძლება თქვენ ხალხის გვერდით უნდა იგდეთ. საშინელება ეგ არის საშინელება ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არა საშინელებაა და ყველა ადამიანი ვინც ადამიანზე ხმერს აღმართავს და ვინც ბავშვს გაალახავს არის ღვთის გმობა და ადამიანის გმობა ეს არ შეიძლება ხო თქვი ქადაგებაში თქვი და დაუგმეკიდევაც გავაპროტესტე ბავშვების ცემა ვინ არ გავაპროტესტა პირველი მე ვთქვი და როდესაც გაალახეს ბავშვი გავაპროტესტე როდესაც ნახეთ ჩემი ინტერვიუ თუ არა გაპროტესტებული ბევრი სასულიერო პირი ქაშვეთანაც იყო ხოლმე დარბევების ღამეს როგორ არ ვიყავი ქაშვეთ და პარაკლისზე ვიყავი ქაშვეთში გარეთ იყავი ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე ქაშვეთზე ვიყავი პარაკლისზე მე ყოველდღე ვიხდი პარაკლისს და ღამისევის ატარებ წერს რომ დაძაბულობა და ხალხი ერთმანეთი არ დახოს მაგის გამო ყოველდღე ვლოცულობ ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ ვძინებია ჩემი ქვეყანა და ჩემი ერისთვის ეს არის მე რო დაჭიდება ღვთელი მე ისე ვერ ჩვენ გვეძახია რო კარ დაეცვლება შვილი ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან გაგვანადგურეთ მაშინ ეგ ვიყო კომუნისტების დროს გაგვანადგურებთ ძლებს და იმას აბარა მოდიღლე ვიყვირი ხართ აქ ეკლესიაში ატო გვიყვირი ვართ სად არის ეკლესია ეკლესია იქაც და ეკლესია ხალხი გვიყვირი საკიდან და ეს ხალხი მოსულ ეკლესიაში ატო გვიყვირი ვართ ეკლესიაში როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეკლესია შეიძლება ესე მოიქცეთ პატრიარქის რო აგინებდნენ აი პატრიარქს რო აგინებდნენ მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი პატრიარქს აკითხები არ არის ესე რა ეკლესია ამ ტელევიზიებიდან არ არის ხალხობა აქ მე რასაც აკეთებ ჩვენზე არ არის ესე რა არ არის ესე გაუწყდეთ ქვეყანა დაუწყდეთ თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე არა თქვენი პატრიარქი ეკითხებით არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე თქვენი ტელევიზიის არ არის არა შენ მოხვედით აგინებ და თქვენ ჩვენ გვალადობთ მოხვედით თქვენი ლანცკებებში ყოველ ჩემი შვილები და 29 ქუჩაში ვდგავარ რა ქვია ბავშვები მოდიან რომლებიც წირიან სკოლაში მე არ ვძალადო სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები აქ მოდიან ტირილით სკოლაში იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით სკოლა ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან აქ ტირიან ბავშვები არ ვიჩქიმებით ხელში ამოყვეთ ბავშვები აქ მოდიან ტირილით ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაყო და ღმერთი შეგეწიოთ. ახლა უცებ ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყვა ხა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებია მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან. რატომ მეძახიან მოღალატს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რომ გვეუბნა, მე რომ თხოვე რომ რატო არ დგახარ? ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ ეკლესიას აგინებენ, აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ, ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველამ გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველამ ნახოს რომ ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდი ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი, აი შვიდობიანი პროტესტი, შვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე, შვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება
და გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი გარეთ შემოღალატე შენ ქვეყნის მტერო შენ ისა უბრალოდ მე რა არ მესმის იცი აი რა ამით რა საღწევთ ამით რა უნდა მივიყოთ ამით აი და ეკლესიის გმობით პატრიარქის გინებით ტელევიზიები რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ ლანძღავდნენ არასდროს ხმა არავის არ ამოუღია იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიტზე თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მღვდელი რო ამართებს და რაღაც რო ლაპარაკობს პირდაპირ წერია იმ საიტზე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით იესო ქრისტეს გამოსახულებით აქ იმაზე კი არა რომ ზოგიერთი მღვდელი რო ყვა ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო მე არ მინდა დავიჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ მაგრამ მე როცა აღვნიშნებ თქვენ რომ თუ ადამიანმა ეს შეგნებულად გააკეთეს ეს არის მტრობა აი სხვა კი არაფერი არ იყო იმ ჩემი ცოლის დაქალებში მღვდელი რო იყო ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო იმ სერიალში რატომ იყო რომ ადამიანს მიაჩვენ ამ ხატის დახევა წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა ესე დაიწყო კომუნიზმი სხვაგანაც კი არ დაწყებულა ეს კომუნისტურისა ეკლესიის დევნა და ეს ამდენი წელია ეკლესიას გულანძღავენ გვაგინებენ ქვეყნის სტრესს გვეძახისა ევროპა ეს არ არის ევროპა არ არის ძალადობა ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა თუ ადამიანი არ გეთანხმება ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქულო და გაანადგურო არ შეიძლება ადამიანები დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო რომ მეორე ადამიანს სხვა განსხვავებული აზრი აქვს ეგ არის ევროპულობა რა გვინდა ეგეთი რამე თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავდა თუ შენ ას არ ეთანხმება ადამიანი ამიტომ შტერია ქვეყნის ესე რომ ადამიანზე საუბრობ ესეთი რაღაც ან ვინ გაიგო ეგეთი ეკლესიაში რა შეიძლება მოვარდნები ეკლესიაში მაშინ აღარ გაგვაჩეროთ მოგვივარდეთ იმიტომ რომ მოდით ეკლესიაში მივუვარდეთ მამაშალვას მოდი გამოვათრიოთ აზრიდან არავის არ გაუპროტესტებია მე მინდა ხა ჩემ რევს მოგმართოთ ვინც მეუნებით რომ აი მამო მშვიდობიანი აქციებია იცით მამო როგორი გართობა და როგორი სიხარულია მშვიდობიანი აქციებს და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებდა რაღაცას მე არც პოლიციის იმას გუმოვობდა საშინელებოდ ახალგაზრდებს წემენ და იჭერენ და ციხეებში სვამენ და მე რო დაიჭერ ადამიანს და მე შუმად რო ურტყან პოლიციამ და ამას საშინელება რა უნდა იყოს ხო ჯერ ადამიანი როგორ შეიძლება ადამიანი თუ დაიჭირე მე იმას ურტყა ეგ ხო არაფერი არა ამაზე მწარე ხო არაფერი არა მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ესე როდემდე უნდა ვიყოთ ესე ეკლესიაში და მოგვივარდეთ ესე ეკლესიაში და მოვარდეთ აქ და შემოგვივარდეთ გამოყარეთ ეკლესიები და მაშინ და დავხოცეთ მაშინ და რას ნიშნავს ეგეთი რაღაცეები რას ნიშნავს უბრალოდ აი ვისაც თქვენზე მეტად საქართველოს უყვარდეს მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი იმადგან განსხვავებით მღვდლებს ვაყვედრია რაღაცებს 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ პატოს 1200 აქვს ხელფასი შენ ამ ხელფასზე შენ ზრუნო ქვეყანას შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთან როდადიან გაჭირებულები მაგად გაუგზავნე იქ ამ ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია იფიქრეთ რა მართლა ესი არ არის რა მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ცხოვრობ და მე ქართველი ვარ და თელი ჩემი ასებით საქართველოზე დამეწეს არც ერთი ქვეყანა არ მეყვას ყველაზე მეტად მეყვას ჩემი საქართველო და ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ყველა მიცოდეთ ეს რომ მე ვარ ქართველი და ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემ გულში ჩემ სულში ქვეყნის სიყვარულს გარდა აღარაფერი ყოფილა და დაელაპარაკეთ იმას რა ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვარდა ვისთვის ქვეყანა საშოვარია და მართლა საშოვარზე ხართ ამ ქვეყნისთვის და ქვეყანის მსახურება კი არ გინდათ თქვენ რო გინდათ თქვენი ქვეყანა მოგემსახურეთ ყველას ეგეხება ეგა თავრობას ოპოზიციას პოზიციას ყველას გეხებათ ეს ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის ყავთ ვისაც პირადი სარგებლობისთვის ქვეყანა მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემ ქვეყანაზე დავდარდობ აქ ეყობათ ბოლოს და ბოლოს მართლა რა არის მართლა აი ამ დიდ მარხვაში მართლა აი რა გჭირთ ქრისტე უნდა დაიბადოს ქრისტე უნდა დაიბადოს თქვენ მთელი ბავშვობა მთელი ჩემ ქვეყანას მიუძღვენით ჩემი ცხოვრება რაც შეგნებული აზროვნება მაქვს ჩემი ქვეყანაზე მეტად ქვეყანა არ ვყარები არასოდეს და ჩემი ქვეყნისთვის ცხოვრობ და ჩემი სამშობლოსთვის ცხოვრობ და ჩემი ეგრისთვის ცხოვრობ მთელი ჩემი ასები და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით ჩემ ქვეყანას ზურფაზე არავინ არ არის არავინ დედამიწის და მე არ ვიქნები არავის მონა და არავის შეხედულება ესე მე ვერ დამელაპარაკე მე ქართველი ვარ სული და ხორცით ქართველი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ჩემი შეცდომები ჩემი ცხოვრებით და ჩემი ყველაფრით